მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეძლო მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა წარსულში თუ თუნდაც აწმყოში, რომ დავმდგარიყავით ერთად და ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად იყო და არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული სწორი მიმართულებით. არ უნდა დავიღალოთ და ყოველ ჯერზე უნდა შევახსენოთ, რომ ისინი არც არასდროს დაშლილან, რომ ეხლა გაერთიანებულიყვნენ, ეს ალიანსი არის ფარსი და აი სწორედ ამ პრიმიტიული ტყუილით ატყუებენ საკუთარ ამორჩეველს, მაგრამ რაც ყველაზე ასე ვთქვათ დამაფიქრებელია, ამ პრიმიტიული ტყუილით ცდილობს, რომ მათი გარე პატრონებმა ქართული ხალხი მოატყუოს. ამ შეთანხმებას თუ დეტალურად გავეცნობით, იქ საუბარია იმაზე, რომ არც ერთი პარტია უარს არ ამბობს იდენტობაზე და არ იქნება რაიმე ახალი ბრენდის ან სლოგანის ქვეშ გაერთიანებული. ეს არის მომაკვდავი და ფაქტურად განადგურების პირას და რეპუტაციული განულების პირას მყოფი პოლიტიკური რადიკალური ძალები, რომლებიც ზედმიწევნით ერთი მეორეზე უფრო ნაცები არიან. რა თქმა უნდა, 9 ნაცის გაერთიანება ვერ იქნება ვერაფერი ახალი. ესენი აქამდეც შესაძლოა კულუარულ რეჟიმში თუ სხვადასხვა ფორმატებში მუდმივად კოორდინირდებოდნენ. მათ აერთიანებთ ნაცური რადიკალიზმი და ის ბოროტმოქმედებები, რომელსაც ისინი ნაცების რეჟიმის დროს ეწეოდნენ. ასევე ისიც, რომ ჩვენი წარსული, მათ შორის ჩვენი ლიდერების წარსული აბსოლუტურად არ არის კავშირში რომელიმე წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ არის კავშირში დემოკრატიისთვის ბრძოლასთან. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ თავისუფლების მოედნისთვის მართლაც ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დღესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლაც მზად იყო სრულიად, სრული გაერთიანებისთვის, სრულფასოვანი გაერთიანებისთვის, მაგრამ არიან აქტორები, რომლებიც ამ ეტაპზე ამ ბრძოლას ასე უყურებენ და რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ერთიანობის, ასე ვთქვათ, ადვოკატი და კომაგი, ბუნებრივია ამ შეთანხმების მიღმა არ ვიქნებოდით პირიქით, ვართ ამის ნაწილი და ვართ ძალიან მოტივირებული, რომ იმ საზოგადოებრივ დაკვეთას, რომელიც არსებობს ოპოზიციური დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ლაპარაკობთ ამ ხალხის პასუხისმგებლობაზე. აი, სულ ბოლო 1 წლის მათი ქმედებები რომ გავაანალიზოთ და შემდეგ დავსვათ კითხვა ჩვენთვის როგორც თანამედროვე და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის. რამდენად შესაძლებელია ამ ხალხთან საერთოდ რაიმე ტიპის ერთობაზე საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის შესაძლებელი. მხოლოდ და მხოლოდ თუნდაც მათი ბოლო 1 წლის ქმედებების გამო. და მთავარი ნაწილი, რა თქმა უნდა იყოს ჩვენი მოქმედება. მოქმედება, რომ აღვადგინოთ ნდობა საზოგადოებასთან, რომ გავაქროთ ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ადამიანების მობილიზაცია და ერთ-ერთი მთავარი, რაზეც არის აქ საუბარი, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ დაინახოს უპირველეს ყოვლისა საკუთარი როლი ამ ბრძოლაში და მეორე ირწმუნოს გამარჯვება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ისეთი კავშირი, რომელიც არ გამორიცხავს, თუკი აი ესეთი დაკვეთა იქნა ჩვენი ამორჩევლის მხრიდან, თუნდაც ერთიან სიას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ეს არ არის ის, საიდანაც აი ვთქვათ, ყველა პარტია აქეთ მივდივართ, ამაზე საუბარი არც არის დღეს. დღეს არის საუბარი იმ სამ ძირითად თემაზე, ეს არის რომ მიღწეული იქნას პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება. ეს არის ის, რომ მიღწეული იქნას რიგ გარეშე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ამის შემდგომ უკვე ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ავტოკრატიისა და დიქტატურის განმეორებას. რასაც აუცილებლად ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ეს ოპოზიციის ალიანსი, რომელზეც შეთანხმებას დღეს შედგა, არ არის დახურული სივრცე. ეს არ არის რამის დასასრული, ეს არის დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელზეც სწორი კაპიტალიზებაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ და ეს არის ღია სივრცე, ეს არის ღია კარი ყველა სხვა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიისთვის, პროდასავლელი პარტიისთვის, თუ თუნდაც ერთეული პოლიტიკოსებისთვის, ჩემი აზრით, ჩვენ აქამდეც უნდა მივიდეთ, რომ შემოუერთდნენ იმისთვის, რომ ეს ფრონტი კიდევ უფრო გაიზარდოს, ეს ფრონტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. აბა ეხლა ეს უკანონო პატიმრები რატო გყავს, ხო?
რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვიხდი. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან დამნაშავეები, მაგრამ მოცნებას ყავს ასე ვთქვათ, შეფუთა ეს როგორც მოძალადეები. ამ ხალხს მოძალადეები დაარქვა და სინამდვილეში მშვიდობიანი პროტესტი იყო. იქ ახლა რამდენი პროვოკატორი ყავდა შეგზავნილი ოცნებას, ეს კიდე სხვა რამეა და სხვა რამის ვამბობ, მაგრამ დამასრულებინეთ. და ოცნებას სჭირდებოდა 4 ოქტომბერი. რატო ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ოცნებისვე დაგეგმილი პროვოკაციაა? ოცნებას სჭირდებოდა 4 ოქტომბერი, რომ პირდაპირ თვალნათლივ ფაქტებით ეჩვენებინა და ეს 4 ოქტომბრის ზალადობრივი, ასე ვთქვათ, დამხობის აქცია გაევრცელებინა მთელ იმ წინა პერიოდის ერთწლიან მშვიდობიან აქციაზე და რეალურად მან ეს შეძლო სამწუხაროდ. და ამაში კიდევ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ 4 ოქტომბრის ამ მშვიდობიანი დამხობის 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, ასე ვთქვათ, მოწოდების და დაპირების ავტორებზე და შემოქმედებებზე და ორგანიზატორებზე, არამედ ყველა იმ პოლიტიკოსზე, რომელიც ზოგადად ბოიკოტისკენ მოუწოდებდა ხალხს. რაიმე დამატებით შეთანხმების მონაწილედ არ ვაპირებთ რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ახლა ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფიქრობთ არსებობს სხვა გამოწვევები. თუ ესეთი იქნება მათი არჩევანი ბოლომდე რა გაეწყობა, მაგრამ ყველა მინდა იცოდეს, რომ ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ნუ კითხვები ისმის ხოლმე, აი თქვენ არ შემოუშვით და გადაწყვიტეთ თუ ამ შემდეგ არა. ეს ყველასი არჩევანია, ვინც აქ არ მოხვდა, მათი და არა ჩვენი. რეძალებმა გადაწყვიტეს, რომ გამიჯნონ ლელო და გახარიას პარტია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან ხელოვნურად გამიჯნონ, იქიდან გამომდინარე, რომ იციან, რომ ნაცებს ის წარსული ვერ ჩამორეცხეს.